ქუთაისში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ციხის შენობა მიტოვებული და მოუვლელია. იმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ტყედ ქცეულ ციხეში მღრღნელები და ქვეწარმავლები გაჩნდა, რაც მათ საფრთხეს უქმნის. პადიეზის კარები დამიხრა, სულ ვირთხამ შემოვიდა ღამე ყარებს ვერ ვაღებ. სულია ციხიდან. ამ ციხის უკან სამხედრო ნაწილი ჩაქცეულია. იგიც განადგურებული, ასეთი მდგომარეობა. იქითაც ასეთი მდგომარეობა. ჩამხობილია ყველაფერი და იქიდანაც გადმოდის წელი უბედურობა. ამბობს მალანიას ქუჩის მცხოვრები მედია კუჭავა. მიტოვებული შენობიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობენ სხვებიც. ხები და არ გვაკლია ტრია და ახლა ვერაფერს ვერ გაახარებ ეზოში ქათმებზე. სახურავებზე დადიან, იცი როგორ ადამიანი გეგონება თითქოს დარბის. ახლა ჩვენი სახლები გადაღმულია ორივე და ლევანის სახლიდან. ჩემს სახლი ბრიგი იქცევა ტონობით წყალი. ჩვენ 50 კაბის არ გვაპატიებენ, რომ არ გადავიხადოთ ტონობას, ტონა როღის 50. იქ ტონობით წყალი იყვება. ტყეთ და ყვავები და რა არა შიგნით. გადავკეტავთ საერთოდ ამ გზებს. ახლა ჩვენ არაფერი აქვს ჩვენს მაგრამ უნდა ამბეთ. ყველა მოსახლეობა ადგილობრივები ამბობენ, რომ განცხადება დასუფთავების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობაში არაერთხელ შეიტანეს, თუმცა შენობის დასუფთავება ვერ მოხერხდა. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ შენობა მათ არ ეკუთვნით. სამში შევიტანეთ განცხადება ქუჩის კოლექტიური განცხადებოდა. ეს კიდე ორი და იქეთ წინდა რო ჩამოდიხარ, ხო სულ იგი ფასადები ჩამოვიდა წვიმებში. წერილებით აბა ქუთაის ცალკე მივმართეთ, მე თბილის ცალკე მივმართეთ, მოგვივიდა ასეთი აბსურდის პასუხები. არ გვეკუთვნით, ჩვენი არა, ჩვენ არ გვეღება. შიგნიო რო შევწამოთ, აქეთ გამოვნენ ყველა. მოკლავ, როგორც ძაღლის აშენება, ისე აშენება, აბა ანაშენეთ, მე ხარეგველებდა იყავით, ვერ მოკლავ ყველა. რადიო ძველმა ქალაქმა გაარკვია, რომ შენობა სახელმწიფო ბალანსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობა სარგებლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს. თუმცა პრესამსახურში განგვიცხადეს, რომ ეს შენობა მათ სარგებლობაში არ არის. მოსახლეობამ წერილობით მიმართა სასჯელ აღსრულების სამინისტროსაც. მათ ჩვენც დაუკავშირდით. პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ ქუთაისში ტაბიძის ნომერ 39-ში მდებარე სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი ნომერი მეორე დაწესებულება 2016 წლის 15 თებერვლიდან დარეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში. მას განკარგავს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო. რადიო ძველი ქალაქი აგრძელებს მუშაობას იმის გასარკვევად, ვის ეკუთვნის ნამდვილად შენობა, ვის სარგებლობაშია და რომელ უწყებას ეკისრება პასუხისმგებლობა მის მოწესრიგებაზე. დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოსახლეობას მღრღნელებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით მოუწევთ.